მე 95-ისა ვარ, შენ რამდენი სახარ? 12. 12, გამოვაკეთე, რამდენი წელით მეტი ვარ, ხედავ? თუ გინდა უკეთესი, ცუდი უნდა გაიარო. მე ერთი მეგობარი დამრჩა. აი ასეთი. შეიძლება გვერდ ისდეთ, მაგრამ მაინც დაკარგული მეგობარი რო იყოს რა. ეს არც კარგია, არც ცუდია. ჩვენ იმას გააჩნია. ჩემთან მიმართებაშია ეს. ან კარგი, ან ცუდი. იცი რა, არასოდეს არ მქონია რომანტიკული სიყვარული რა. წავიდა დედაჩემი ამ ცხოვრებიდან და რაც მიყვარდა იმის მერე სულ ცოტა 9-ჯერ მეტად მიყვარს. ცა დედაჩემი ზუსტად მაგას მეუბნება რა, ანუ არა აუცილებელი ღმერთი რო დაინახო, აუცილებლად ცაში რა. სურს ჩვენია დედაშენი. მეუბნება რომ ყველა სიკეთეში რაცაა, მანდ არის სულ ღმერთი. შენ თვითონ რა უნდა შეინარჩუნო შენში? ეს არის გულწრფელობა. აი ეს თითი უფრო მეტად მიხდება თუ ეს თითი? ხვდები რა არის ეს ძალა? ესე რა. ვინ ხარ? ვარ ნიკო ბიბილაშვილი, ვარ 12 წლის და ვარ ჯერჯერობით ბავშვი. ხშირად ვარ ძალიან პოზიტიური, ოპტიმისტი, მაგრამ ხანდახან შეიძლება ვიყო ნიჰილისტიც. ნიჰილისტი რა არის? ნიჰილისტი არის, აი ადვილად ავხსნი. აი რო იყოს ჭიქაში ნახევრად წყალი სავსე რა. უფრო ისეთი, რავი, სოციალურ მედიაში ვნახე ხშირად. ოპტიმისტი მაგალითად, ეხა აუცილებლად მაგ შემთხვევაში არა, მაგრამ აი საერთოდ რა, ისე შეხედულობას. ოპტიმისტი იტყვის, რომ ნახევრად სავსეა. პესიმისტი იტყვის, რომ ნახევრად ცარიელია. რეალისტი იტყვის ორივეს. ნიჰილისტი იტყვის, რომ მაგალითად რა აზრი აქვს, უნდა დავლიო მაინც. ეკითხა მე თვითონ ჩემ თავისთვის არაერთხელ მიმეცია. და კიდეც რაღაც მინდა და დამეწერა სათაურის დავწერ ვინ ვარ მე. ალბათ ყველა საინტერესოს ეგეთი რაღაცა. ერთის მხრივ შალვა ამონაშვილი ვარ, დავიბადე ბუშეთში, ვიცხოვრე, რაღაც გავაკეთე და აგერ მოვედი თქვენამდე. მეორე მხრივ ვარ რაღაცა შინაგანი სამყაროც. მაქვს ჩემი აზრები, ჩემი განცდები. ზოგს გამოამჟღავნებ, ზოგს ვინახავ. მაგრამ მესამეა მთავარი, რომელიც ვერაფრით ვერ გამიგია. რაღაცა მაქვს ჩადგმული. შეგნით, სულს ვეძახით ამას, ხო? ეს ჩემთვის ყოველად გაუკვებარი რამ არის. რადგანაც ამ კითხვას ყოველთვის პასუხები ვერ მოეძებნება. ამიტომ რაც შემეძლო ის პასუხები მიუყენე და დავკმაყოფილდი ამით. როგორ ფიქრობ, როგორ წარმოგიდგენია 50 წელიწადში როგორი იქნები? 50 წელიწადში ვქნები 62-ის. იცი რა, კარგად არ მიფიქრია, მაგრამ თუ დავყვები უკურად, ცოტა მე მგონი ჩემი ნათესაური სისხლი იმოქმედებს მე მგონი და შეიძლება რავი, ან მამა ჩემივით, ან ბიძა ჩემივით, ან მეორე ბიძა ჩემივით ვიყო რა. ეგ რო ფიქრობ რა, ყოველ შემთხვევაში მგონია სახით არა, მაგრამ აი მაინც ხასიათით შეიძლება აი ცოტა მათნაირი ვიყო რა. და ისინი როგორები არიან? მამა ჩემი არის აი თავდამჯერე საკმაოდ აი ხასიათი აქვს რა. 50 წლის წინ როგორი იყავი? 50 წლის დროს უკვე მე კარგად დაოჯახებული ვიყავი, მეუღლე მყავდა. 2 შვილიც გამიჩნდა, გამეზარდნენ ისინი უნივერსიტეტში შევიდნენ, ეს 50 წლებია. 50 წლებში მე უკვე ვიყავი ძალიან ასე ვთქვათ, დიდ სტიქიაში შესული ექსპერიმენტებს ვატარებდი საქართველოში. მყავდა ვითომ ჩემი მტრებიც, რომლებიც მესხმოდნენ თავს და მეც მათ ვესხმოდი თავს. აი ასეთი ბობოქარი ვიყავი მაშინ და ცხოვრებაც ასეთი შევქმნით ჩემს გარშემო. მე ძალიან შევიცვალე. როგორ შევიცვალე და მე 50 წლებში კომუნისტი ვიყავი და რასაკვირველია,
უფალთან არავითარი კავშირი არ მქონდა. ისე რაღაც ლოცები ვიცოდი, ბებიაჩემის ნათქვამი ლოცები და მე ღმერთთან კავშირი არ მქონდა და არც ეს კითხვა, რომელიც თქვენ მომეცით მე ვინ ვარ მეო და რაღაცა, არც ეს კითხვები მიჩნდებოდა. ვინ ვარ და შალვა ამონაშვილი ვარ, ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვარ, ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვარ, ეს ვიყავი მაშინ მე. ხო, მაგრამ მე მოხდა ისეთი რაღაცა, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ახალი აღთქმა. პატარა ბავშვობა მომიტანა საჩუქრად და დავიწყე ამისი კითხვა. რომ დავიწყე სპეციალურად ლიკარში წავედი, რომ იქ წამეკითხა ჩუმად თანაც, იმიტომ რომ არ უნდა დაენახა ჩემს ხაში ეს ყველაფერი. რომ წავიკითხე, მაშინ გავიგე მე ჩემი საყვარელი კლასიკური პედაგოგიკა, თურმე რა ყოფილა და თურმე საიდან მოდის. და აი ესეც შემეცვალე, რაღაცა შეტრიალდა ჩემს ცნობიერებაში. და ჩაუღრმავდი ამას. ამ ჩაღრმება მიმიყვანა ცნობიერების შეცვლამდე და აღარც მტრები მყავს, აღარც ვინმეს ვებრძვი. სულ სხვანაირად აიგო ჩემი ცხოვრება და პედაგოგიკაც სხვანაირად გარდაიქმნა. ერთი რაღაცის გაქრობა რო შეგეძლო სამყაროდან. ერთი რაღაცის. რას გააქრო? ცირა ჩემი აზრით გავაქროვდი სკოლის დავალებას რა. ოთ იმის ვაგერთ რომ საერთოდ არ იყოს. თუ ასე ძალიან საჭირო იყო, მაშინ დავეტოვეთ სკოლაში და სკოლაშივე რომ გავიკეთებინა. აი უბრალოდ სახში არ მინდო რომ გავაკეთო. ეს სამყარო ისე აგებული, რომ არაფერი არ არის, რაც არ უნდა არსებობდეს. აი რომ მითხრათ ახლა საათი, შვეიცარიული საათი მომეცით და აბა რომელი დეტალი არ მოგწონთ, ამოიღეთ, რომ საათმა მაინც იმუშაოს. ხო, ვერაფერს ვერ ამოიღებ. აი სიძულვილსაც კი ვერ ამოიღებ. უნდა დაასუსტო, მაგრამ ვერ გააქრობ. ყველაფერი როგორც ჩანს ძალიან საჭირო არის. აი ეს რო წარმოვიდგინე, რომ შენ გვერდზეა რა, შენ 95 წელს. ჩემი თავი. ხო. ვეტყოდი რომ ეხა რა პროგრესიც დავიწყე ლაშვები ჯერჯერობით მაგაზე. რა დაიწყე? აი, რამე პროგრესი თუ მაქვს რამეში, აი რამის აი საკოლექციოდან, აი ამაზე თუ მუშაობს სპეციალურად და რაღაცა, აი შევეკითხები, ეხა მაგაზე რა ხდება. საკუთარ თავს 12 წლისას რო შეხვდეთ აი ესე პირისპირ, რას ეტყოდით? ან რას? კაი რაღაცას მეკითხებით თქვენა. რაღაცა თვითონ მიფათურებს რაღაცას. კარგარეთელის ქუჩა არის. ეხლა აღმაშენებლის ქუჩის გვერდი კინო იყო, აღარ მახსოვს რა ერქვა, არა. რაღაცა აპოლონი. არა? და იქ როგორც კი შევხვალ კარგად, იქ იყო ჩემი პირველი სახლი, იქ ცხოვრობდი დედასთან, მამასთან, ორ ოთახიანი რაღაც ბინა გქონდა და ამ 3 წლის წინათ პაატას თხოვე წამიყვანე მეთქი მეზოში. ეს უკვე მეხუთე მე ხშირად მივდივარ იქ. შევიხედო მინდა რომ სურათი მაქვს გადაღებული, კიბეზევსი ვარ. 3 წლისა ვარ და ესე ვიყურები. ის ბიჭი მინდა დავინახო. გამიგეთ? მეგონა დიდ ეზო იყო, დიდი რაღაცა, თურმე აი ამხელა ეზოა სულ. ამხელა ეზო. სახლიც პატარა. ფანჯარაც პირდაპირ ჭერიც დაბალი და სხვა ამგვარი. ხო? კარგი იყო ეს ბავშვობა. როგორც არ უნდა იყოს. თუ ბავშვობაში დედა, მამა და სხვა რაღაცა ღვთისმიერი ადამიანები ყავდა, ახლობლები პირველ რიგში, ხო, ეს ბავშვობა ძალიან დიდი განცია. არსად არ წასულა ჩემი ბავშვობა. ის არ არის ისტორია, იცით? არ თქვენი ბავშვობა წასულა სადმე. ბავშვობა არის ჩვენი ფესვები. აი როგორც ხესა აქვს ფესვები და დგას, არა? იმ ბავშვობას თუ წამართმევთ, მეც წავიქცევი. ფესვებია. თქმით, რას ეტყოდით აი 3 წლის დროს აი კროიჯდა იმ კი რამე ეს ჩამორდვეთოდი, მოდი კისერზე შეგისვა მეთქი. აი შვილი შევიძინე, ხო? კაი, კონდა იწყო. როგორ ესენი გადმოაბრუნოთ? მე მგონი ერთ ცალი აიღე მე ერთ ცალს ავიღებ და სტილს გავყოთ. კარგი, აი. აბა შენი აიღე და ნახოთ, იქნება ამოვარჩიოთ ამ ორიდან რომელი. აქ არის კითხვა ასეთი.
თავისუფლება იგივეა, რომ აკეთო რაც გინდა? კითხვა. ჩემი აზრით, თავისუფლებას მე ვთვლი, როგორც შენი თავის შიგნითა თავისუფლება. აი, მე ვთვლი, რომ ახლა შეიძლება ციხეში იყო, ან სალმე ჩაკეტილი და მაინც შეიძლება შიგნით იყო თავისუფალი რა. აი, პირდაპირ მნიშვნელობით კი ბატონო, ეგა რაც გინდა ისაკეთო, მაგრამ ჩემი აზრით თავარია, რომ შიგნით იყო თავისუფალი და თავდაჯერება გქონდეს და ხო. აი უყურე სიტყვა როგორ ჟღერს თავის უფალი. შენი თავის ბატონ პატრონი იყო თვითონ. ღმერთი იყო შენი თავისა, უფალი იყო შენი თავისა. ხო? მაგრამ უფალი რო გახდეს შენი თავისა, რაღაცამ უნდა მოგაინჭოს ეგ ძალა. ხო. ხვდები რა არის ეს ძალა? ისე რა. აი შენ რაც თქვი ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ. მოგვა. სწორი რამე თქვი და აბა მე ახლა ჩემს ასას დაუმატებ და მე შემოფასე, მე ჭკვიანი ვარ თუ რამე შემეშალა, ხო? მედით. აი ამ დედამიწაზე ყველა ქვეყანაში ხალხი დაეძებს თავისუფლებას. საქართველოშიც გვინდა თავისუფლება. როგორც ჰაერი გვინდა თავისუფლება, არა გვაქვს თავისუფლება. სუფთა სახით თავისუფლება სამყაროში არ არსებობს. მაგაში გეთახმებით. აი ხო, მეთახმები რა, რატომ იცი? აი ჩვენ თვითონ თავისუფლად ვარ, მაგრამ ჰაერისგან ვარ დამოკიდებული. ჰაერი აბა მოისპოს ჰაერი. სულ ვერასოდეს ვერ იქნები თავისუფალი ან ბოლომდე. დიახ, ბევრ ამას ჩამოვთვლით. თავისუფალად, მაგრამ კანონიერი არის ამ ქვეყანაში დაწესებული, რომ ეს არ დაარღვიო, თორემ ყოფა გეტიერებაო, ხო? მაგრამ მე უფლებას არ მაძლევს ვიღაცა. თავისუფალი კი ვარ, მაგრამ ტრადიციულად დამკვიდრებული, რომ ერთმანეთს უნდა პატივი ვცეთ. მაგრამ მე არ მინდა პატივი ვქცე და აი გავლამიდა ჩემ ჭქვაზე, ხო? მაგრამ ტრადიცია თუ არა და გამლანძღავენ, არ მოვეწონები. მაგრამ შეხედე ბადეში ვარ ჩვენ მომწყდეული. იმდენი ბადე გვაქვს, რომ სულ თქვაც გიგვიჭერს. ზოგიერთ ქვეყნებში და საქართველოშიც შენ პატარა არ იქნებოდი მაშინ. აქ დიდი გამოსვლები იყო, რომ საქართველოს თავისუფლება მოეპოვებინა. მაგრამ ერთ თავისუფლებას რომ მოიპოვებ, მეორე არათავისუფლებაში შედიხარ. გამიგე? ამრიგად ჩემი აზრით, აბა თუ დამიჯერებ შენ მე, თავისუფლება არის მხოლოდ ერთი რამე, არჩევანი. აი ეს ჩიქავირჩიო თუ ის ავირჩიო. ჩემი ნება. ამ გზით წავიდე თუ იმ გზით წავიდე. ჩემი ნება ეს გზები არსებობს, მე ამ გზებს ვერსად ვერ გავექცევი, ანაკეთ უნდა წავიდე, ან იქით. ამ სკოლაში შევიდე თუ იმ სკოლაში შევიდე, უნდა შევიდე სკოლაში. ეს კანონია, იქ თავისუფალი არა ვარ. ხო? მაგრამ სადა ვარ თავისუფალი? ავირჩიო ეს თუ ის. ხო, ანუ უფრო თავისუფალი იქნები, ანუ თქვენ როგორც თქვით, რომ თავარი არის, რომ შენი არჩევანი იყოს მანდისა. შენ თუ გძნობ მან კმაყოფილად თავს, ესე იგი ხარ თავისუფალი. ხარ თავისუფალი. თუმცა რა ხდება, უყურე? ამის ტყვეობიდან რომ გამოხვედი, იმის ტყვეობაში შეხვედი. ხო? კი. მაგრამ ეს ტყვეობა შენთან აირჩიე. ხო. ამიტომ ტყვეობას ვერ აგრძნობ. მე საქართველოს ძალიან მიყვარს, რომ ტყვეცა ვარ აქ. მეუბნებიან ეს არ გააკეთო, ეს არ გააკეთო, ის არ შედო და ბევრი რაღაცა კანონია შემოღებული და ვიცავ იმ კანონებს, მაგრამ მიყვარს საქართველო. უბრალოდ. ყველა არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ არის, ხო და თავარია იყო მაგ იმაში კმაყოფილი, მაგ გარემოში. იცი რა უნდა მოგიწონო? აი რითაც დაიწყე შენ. თავარია რომ შიგნით იყო შენს შინაგან სამყაროში. თავისუფალი, ანუ შენი არჩევანი შენს ნებას ექვემდებარებოდეს. თქვა დედამ კი არ მოკიდოს ხელი და გითხრას ამადამ ფაკულტეტზე ისწავლეო. არა, იმან გირჩიოს, მამამაც გირჩიოს, მეც გირჩიოს, სხვაებიც გირჩიონ, მაგრამ არჩევანი ვიზია. ჩემზე. შენზე. ხო? იმან კი არ გითხრას, რომ როცა გაიზრდები, აი ეს გოგო შეირთეო. ხო? ან ესო. არა, თვალები გაქვს, გემონება გაქვს, გული გაქვს. ხო? და იმოგეწონა ეს. არა, დესა არჩია 1000-დან. ხო. შინაგანად თავისუფალი ხარ, ხო?
შენი არჩევანია. აი სადაც ჩვენი არჩევანი მოქმედებს, იქ ჩვენ თავისუფლები ვართ. სადაც არჩევანი არ მოქმედებს, იქ უკვე თავისუფლები არა ვართ. გეთხოვებით. წავკითხო ჩემი? აბაგა, ამოვატრიალე რა არის ეგ? ასეთი კითხვა არის. რა არის კარგი და რა არის ცუდი? ბატონო. მე რათქან დავიწყე? ბატონო, მე დავიწყებ. კარგი და ცუდი სიმართლე რომ გითხრა არ არსებობს რა. სულ არ გააჩნია ადამიანის შეხედულებას. აი, ეხლა ჩვენ ყველასთვის ცუდი არის, მაგრამ ეხლა ყველას რო ეთქვა რომ კარგი არის, დიდი ალბათობით ბევრიც იტყოდა რომ კარგია. ხო, კარგი არისო. ხო და შენც ესე წუთით ესეთი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები აქვს ჩატარებული მეცნიერებს. შენ ახლა ეს ციგნები არ წაგიკითხია, იმიტომ რომ ეს მე რა წაიკითხა. მაგრამ ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ, აქამდე მედიხარ. ობა. გამიგე? აი აქ რო 10 კაცი იყოს და მე-11 გარეთ და ჩვენ შევთავდოთ რომ მოდი ვთქვათ რომ აი ეს არის ოქროსი. ოქროსია, ხო? და შემოვიდა ის. მეკითხებიან როგორია ეს ოქროა, კაცო, ვა, ოქროა, მე შენც ის თქვი, 10-ემ ერთი ეგივე თქვით. მე-11-ს ეკითხებიან. ის ხედავს რომ ეს არაა ოქროსი. გამიგე? კი, ხშირად ეგრე, ანუ თვითონ მე თვითონაც შემჩნევია ადამიანზე, იმიტომ რომ აი მაგალითად აი თქვათ, და აი რაღაცი კინო არის რა. და აი ძალიან ხშირად ჩემთან მომხდარა ეგეთი თემა რა, რომ აი მეგობარიან ნაცნობი იტახეს რომ აი ეს ძალიან ცუდია რა. მაგრამ საქმე იმაში რომ არ შეიძლება გქონდეს ნაყურები ხო და ეგა რა, ანუ შეიძლება მეც აი არ მანახონ ეს ჭიქა და შეიძლება რადგან ყველა იძახის მე შეიძლება ვთქვა რომ ეს ოქროსია. შეიძლება ვინმეზე თქვან რომ აი ის ძალიან ცუდი კაცია ან ქალი, მაგრამ მე არ ვიცნობდე, მაგრამ მეც რო აუყვე მაგას. შეიძლება ძალიან კეთილია და ძალიან კარგი. ამიტომ როგორ მოიქცეთ მე და შენ? აი რომ არ აუყვეთ, იმიტომ რომ თუ კაცზე ყველა იძახის ცუდიაო. ხომ და მეც იმ სხვებს ავყევი და ამ ბევრს არ ვიცი. ეს ხო უსინდისო ქცევა იქნება. კი. ეს იგი ცუდობა დავაბრუნე კაცს, რომელსაც არ ვიცნობ საერთოდ. ეს არ იქნება, აი ნამუსი ხო იცი სიტყვა რა? სინდისი. ეს ძალიან ცუდი ქცევა იქნება. ალბათ მე და შენ შევჩერდები და ვიტყვით. მე ჯერ არ ვიცი ეს. მე ვნახავ. მე გავეცნობი. ხელს მოვკიდებ. ან დავყნოსავ. ან გავაკეთებ და ვნახავთ, მე რეგეტყვი. ხო? მაგრამ მართალი ხარ რომ ბევრი ასე არ იქცევა. ეს ძალიან საწყენია. მას კარგი და ცუდი, ამასაც ჯამი რო გამოვუყვანოთ. რა არის კარგი და რა არის ცუდი? მე აქ დავწერდი, შენ არ ვიცი რას. ყველაფერი კარგია და ყველაფერი ცუდია. ყველაფერი თავარია ჩვენი შეხედულობა. იმიტომ რომ საგანი ეს არც კარგია, არც ცუდია. ჩვენ იმას გააჩნია. ჩემთან მიმართებაშია ეს, ან კარგი, ან ცუდი. ხო? ჩემთვის ეს ცუდია, მძიმეა, ხელში წეს, ძლივს ვიღებ, აი ასაკში ვარ, აი გამიტყდა რა. არა, მსუბუქი მომიტანეთ რა და შენთვის ეს არაფერიც არ არის. ამრიგად კარგია. არა, შეიძლება ვთქვათ, ეს კარგიც არის და ცუდიც არის. ელხვანთ. ვისთვის როგორ? აუ, როგორ кай გბიჭთა მაქვს საქმე კაც. მე არ ვიცი, მე გასწავლი თუ შენ მასწავლი რაღაცას ახლა. ალბათ შემიძლია. კონცერტ. ეს მე ავიღო. ხო. კაი, ხა ფენდასით პრობლემებს. აქ მე მიწერია ადამიანი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. აბა ადამიანზე. ძალიან ბევრი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში. შეიძლება შეიძლება ისეთი ადამიანიც იყოს, რომ არ დამოიწყოს, რომელსაც არც კი ვიცნობ. ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. პირადად ჩემთვის, რომ შემეკითხო, შეიძლება იყოს ჩემი ბებია და ბაბუა. მამა ჩემს მხრიდან, რომელიც ეხა ორივე გარდაცვლილი მყავს სამწუხაროდ. გიყვარდა ისინი? ხო, ზუსტად, აი ძალიან დაუვიწყარი
ისინი მქონდა რა და ყველაზე ძალიან ის მწყინს რომ არის რომ ნელ-ნელა შეიძლება მათი ხმა მოვიწყდება, შეიძლება მათი სახე მოვიწყდება, ისა რომ მე ვერც კი შევიგნო ეს. და ძალიან საწყენია ეს ნაწილი და გულში მაინც არასოდეს არ დამოვიწყდება რა. ჯერჯერობით არ მყოლია ესეთი ადამიანი ან ძალიან ესეთი ადამიანი, რომელსაც თავს დავდებ, რომ არ დამოვიწყდება, მაგრამ ბებია და ბაბუაზე აღიარებ, რომ არ დამოვიწყდება. თქვენ? შენ გიყვარს ხოლმე ლოცვა ან რაღაც ასეთები? იცი რა, ძალიანაც რელიგიური ადამიანი არ ვარ, მაგრამ კი, მაინც ლოცვობ რა. მთლად აი ესეთი რელიგიურიც არ ვარ ბოლომდე, რომ ყოველ კვირას მივდიოდე ეკლესიაში, ყოველ ღამე ლოცულობდე, მაგრამ თუ ისეთი რამე არის, რომ შევდივარ ეკლესიაში, ვილოცებ. თუ დავინახავ ხატს, გადავიწერ პირჯვარს. აი რო აღწერო რა. ჯერა მაინც აი იმ ნაწილის ღმერთის არსებობის და იმის, მაგრამ ბოლომდე ვერა რა. ხო, უნდა მიხვიდე. მე კიდე ეს კითხვა ძალიან მზღუდავს, იცი? ერთი ადამიანი არ ამყავს, არც ორი მყავს. მამა დაუვიწყარია ჩემი ომში დამეღუპა. ვიყავი 8 წლისა. დავდიოდით აგერ აქ ამ ქუჩაზე. აქ მუშაობდა ამ სტამბაში მამა. ძალიან მიყვარდა. დაიღუპა. დედა, ბებია პაპაჩენი არ იყოს. ჩემი საყვარელი მასწავლებელი ერთადერთი ცხოვრებაში ვარვარო ვარდიაშვილი ძალიან მიყვარს. და დაუვიწყარია, არ მერ დაუვიწყარია. აი მისით ცხოვრობ. მისი იდეები, მისი საქმე, მისი სიკეთე და რაღაცა ჩემში გრძელდება, ხო? მე უკვე ძალიან ასაკში ვარ შესული. და ვინც კი თანამშრომლობს ზარხველი მყავდა, ჩემი ტოლი ყველა წავიდა. ყველა წავიდა. მეგობრები ერთი დამშა მარტო მეგობარი. დანარჩენი სულ წავიდნენ. ზოგი 60 წლისა, ზოგი 50 წლისა და წავიდნენ. მაგრამ მაინც ახლა რომ ვიღაცამ დამაძალოს, ერთი გამოყავიო. ერთი ვიღაცა თქვი. ამ აუარბელშიო. ვიტყვი რა თქმა უნდა. ეს იყო დედაჩემი. დედაჩემი, რომელმაც ძალიან გაჭირებულის დროს ორი შვილი გვაგზარდა და რას ოცნებობდა იცი? ჩემი ქმარიო, ალექსანდრე რომ უკან დაბრუნდებაო, კარგად გაზრდელი შვილები მინდა დავახვედროვო. ვერ შეუსრულდა ეს ოცნება. ეს არ დაუბრუნდა ქმარი. მაგრამ ჩვენ რაგვარები გამოვედით არ ვიცი, ქვეყნისთვის ცუდი არ გაგვიკეთებია. მოგეთხოვ ჩემ კითხოს. დედა. დედა. ზუსტად მაგაზეა თემა. ნუ და მოყვე? თქვენ თუ გონიათ რომ უკვე ყველაფერი მოყევით, მაშინ მე დავიწყებ. დაიწყე. ჩემთვისაც არ დაუვიწყარი. დედაჩემი. რა ყველას უყვარს მათი დედა, თითქმის მაინც. ძალიან ბევრი მომხდარა მასთან. მაგრამ მაინც გავიზდები ან აი რამე არ მგონია რომ ოდესმე მასე ცუდით გამახსენდეს თუ არ მაიძულებენ. მაგრამ სულ მექცევა სიყვარულით მაინც შეიძლება გავაბარაზო, მაგრამ ესეთი არაა რომ მაინც სულ დარჩეს ესე. და მადლობელი ვარ რომ მე და ჩემი ძმა გავგზავნდა. თქვენ თუ გინდათ რამე რომ მე შენ გილოცავ რომ ასე ლაპარაკობ დედაზე. წავიდა დედაჩემი ამ ცხოვრებიდან და რაც მიყვარდა იმის მერე სულ ცოტა
9-ჯერ მეტად მიყვარს. წავიდეთ, გავაგრძელოთ გზა. აჰა. დაიშალა ჩვენი ეს ფიგურა თანდათანობით. ეს სწორედ მე მეკითხებიან. რომელია? როცა შენი არ სჯერათ. აბერტი შენ თქვი რა სიტყვი. იცი რა, ხშირად მაინც ბრაზიანი ადამიანი არ ვარ, მაგრამ აი როცა ჩემი არ სჯერათ, ძალიან ისეთი ნერვი მოშლა მეწყება რა. ადამიანისკენ, რომელსაც ჩემი არ სჯერათ, მისკენ არ ასუდეს, არა, ჩემი აგრესია მისკენ არ გადადის, მაგრამ აი სულ მინდება აი რაღაცა რო აი ეს გავიჭიროთ აი რაღაცა ხედავს საზოგადოება. ხო, ძალიან ნერვმოშლია. ნუ მართლა გააჩნი არის იასჯერათ რა ეხა თუ ვიტყვი რომ ნაყინი მიყვარს და თუ იძახიან თუ საასჯერათ მაგას არ აუშავს რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა მართლა ისეთი თუ არის მართლა ის თუ ასჯერათ და თუ სიმართლეა ხო ეს გაითქვი როცა მართალი ხარ და არ ჟერათ შენი ეჭვში აქვთ. ტყუილი თუ არის მაინც ხო. არ ტყუები, მაგრამ რომც მოვიტყუო და თუ არს დაიჯერებენ, ტყუილზე იგივენაირი გრძნობა მაინც არ იქნება, იმიტომ რომ მაინც მე ვარ, რომელიც არასდროს იძახის. ხო, აი შენ ესე იგი, როცა შენი არ ჟერა და მართალი ხარ, ამის გამო ნუ ხასიათი გეცვლება. ასეთ მოსვლა. ხო. იცი რა, მეც ასეთი ვიყავი. შენსავით ვიყავი, ალბათ შენც შეიცვლი ვერ მაგ ხასიათს. უთუოდ შეიცვლი. მეც ასეთი ვიყავი, როცა ვაკეთებდი ჩემს საქმეს, აი სკოლაში გავაუქმე ნიშნები. მთელ საქართველოს სკოლებში, დაწყები კლასებში არც ორიანი იწერებოდა, არც ხუთიანი და არც არაფერი. ბავშვები უბრალოდ სწავლობდნენ. მერე ავდექით ეს ნიშნები ბავშვებს მივეცი. თუ თქვენ დაიწერეთ ნიშნები რას? ეს მე კი არა, ეს გავაკეთებინე 1000-ობით მასწავლებელს. გამიგე? ხო. და ამის გამო ამიტყდა ხალხი. ხალხი კი არა, ხელმძღვანელობა. რომ ეს როგორ ეს ბურჟუაზიულია, ეს როგორ გაბედე, შენ საბჭოთა სკოლას ანგრევ. მისნაბდებ მიდიხარ. და ამი ჯანყდა ბევრი პარტიული ხელმძღვანელი იყო, მთავრობის რაღაცა მუშაკი იყო თუ სხვა, ამი ჯანყდა და გაზეთებშიც ბევრს რამეს წერდნენ ჩემზე. ამის გამო. რასაკვირველია, ძალიან მეშლებოდა ნერვები. იმიტომ რომ ხედავდი რომ ეს ბავშვებს მოსწონთ. მშობლები თანახმანი არიან, დაინახეს შეკეთე. გატყუებდნენ ისე. ბატონო? ისე გატყუებდნენ ბავშვები, აი ნიშნებზე მაგალითად, აი თავის თხოვნა დაეწერათ, მაგრამ იცი რა, რომც მომატყუოს ბავშვმა, ის თავის სიმართლეს იცავს. იმას შეიმოტყობა კი არ უნდა. არ უნდა რომ ამ ორიანზე დედა გააღიზიანოს, მამა გადარიოს, მერე ამხანაგთან არ გაუშვან, დააჯექი ისწავლე უყვირონ და სხვა ამგვარი და იცავს თავს და იმიტომ შეიძლება აიმაღლოს ნიშანი. ხო? თუ მე ეს მეწოდინება და არ მივცემ არავითარ მნიშვნელობას ამ ნიშანს, იმიტომ რომ ხვალე მაინც გავხდი უკეთეს. რომ დავინახე რომ თვითონ დაიწერა სამიანი, არა? აგერიქიდან მეუდგები, აქედან მეუდგები, თვალებში ჩავხედავ. ხო? გვერდით მოვისვამ. და თვითონ დაიწერს მე 500-ს. მართალს. ამრიგად მოსატყუებელი არაფერი არ აქვს. მაგრამ როცა მე ესენი გავაკეთე, არ დამიჯერეს. ეხლა კი დაწყები კლასებში, ვარდნოფილ სკოლაშიც არ უნდა იწერებოდეს ნიშნები დაწყები კლასებში. აიწერება. არ იწერება, მე მოიგონა ეგა, უზნაძე მოიგონა. ხო და ნერვულობდი ძალიან. როგორც მეჩხუბებოდნენ, იმავე ხმით მეჩხუბებოდი. ანდა სადღაცას თავ ჩავქრი და ჩავკინდრავდი რომ არ დამსაჯვენ მეთქი, იმიტომ რომ პარტიასთან ძნელი იყო ეს. აი გავიდა წლები. მე ისეთი დამშვიდი. ეხლა ვერ შენ მაწყენინებ, ვერც ვერავინ არ მაწყენინებს. ხო. და თუ არ დამეჯერებ, მე ამას მივიღებ როგორც ნორმას, იმიტომ რომ ამკაც თავის ცხოვრება, თავისი გამოცდილება აქვს. რატო უნდა დამეჯეროს მე? თავის თავს დაუჯეროს.
ან იმას დაუჯეროს, ვისაც მეტად ემდობა. და მე არ გაუბრაზდები. არ ჩემს შვილ პაატას გაუბრაზდები, რომ იმან მე არ დამიჯეროს. არა, იმიტომ რომ იმან თავისი გამოცდილებით უნდა გააკეთოს დღეს ის რასაც აკეთებს. ხო, თუ თავისას არ გააკეთებს, გამოცდილება თავისი არ ექნება. მაშინ ჩემი გამოცდილება შეიჭრება მის გამოცდილებაში და ვინიც იქნება მე შეცდომით ცხოვრობ კაცო. არა? ამრიგად ჩემო ძვირფასო, შენ თუ ამავე ასაკში დაეუფლებ იმას, რომ თუ ვინმე არ გიჯერებს, უბრალოდ თქვა, ნუ შენი ჭკვა გაქვს, იარე შენი გზი. ამაგალთ როგორც თავიდან ის რა არის ცუდი და რა არის კარგი. ხო, შეხედულება. იგივეა, ხო? მე შენ ფეხს არ დაგიდებ, არც აგაქცევ, ხელს არ აკრავ შენი აზრების გამო. არ შენ გააკეთო ეგა. ამრიგად არ აგეშალოს ნერვები. როცა ვიღაცა იტყვის, რომ არ ამჯერა შენიო. არ აგჯერა და აკეთე საქმე და ნელ-ნელა დარწმუნდება, რომ თურმე ეს მართალი ყოფილა. მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენიო. თანახმა ხარ? მოთმინებას ისწავლი? გილოცა. კაი პირობა მომეცი. გამოცა. ეს მაინტერესებს თქვენი პასუხი. რა უნდა ქნა, როცა გეშინია? როცა გეშინია? ეხლა რო გითხრა, რომ არაფერს არ მეშინია მეთქი. არ იქნება სწორი. ერთი რამისა, რისაც მე არ მეშინია, მართლა არ მეშინია, არც აღწახებ და არც არაფერი. ეს სიკვდილია. სიკვდილზე უარესი რა უნდა იყოს? თქვა და მეცა და გადავრჩი. სიკვდილზე უარესი ხო არ არის? ხო? თქვა ვიცი იმ დღეში მგელია, მაგრამ სოკოც არის იქა. კარგი. მაგრამ სოკო მინდა და მგელია იქა. გლიშიშითო ცხვარი არ გაუწყვეტიათო, ხო? და თუ გლისა გეშინია, ტყეში მწახვალო. ნათქვამია. მაგრამ რომ მინდა ის სოკო? ხო? მარსელები მივდივარ სოკოს საკრეფად და თან ყარაულად ვარ, თუ ის გამოვარდება, თავს უშველი. შენ უნდა ვიცხოვროთ მე და შენ და მე ყოველ შემთხვევაში ასე ვცხოვრობ გაბედულად. აი გრძნობ რომ იქ რაღაცა, აი იმ ხევს იქით რაღაცა, აი მე ხევ მაქვს ხევი უნდა გავიარო, მაგრამ წყალი რომ მოდის დიდი, მაგრამ იქ რო რაღაცაა და მინდა რომ ვიცოდე ეს არ გავიდე ეს ფონი არ მოძებნო და ვრისკავ. რისკი ნუ მიდის რაღაცა სიკვდილის პირას ხანდახან. ხო? რისკი იმისა, რომ ან შედგები, ან არ შედგები, ან გამო, ან არ გამოვა. არა, ეხლა რაღაცა ის მაქვს. თქვით რომ სიკვდილზე უარესი რა უნდა იყოსო? ატომაც არა, შეიძლება აი სიკვდილის იქით, მაგალითად რაც გელის. სიკვდილის იქით, რა თქმა უნდა, მაგას უფრო მორწმუნეობას აქვს ისა. მაგრამ მე გულისხმობ, აი თლიანი ცხოვრება გაწამებდნენ მაგალითად, თქვათ. ძალიან სულ რაღაცას ამბობ შენ. ხო. და რატო ხო, რა თლიანი ცხოვრება გაწამებენ, შეიძლება თლიანი შეიცხოვრება რაღაცით ჩხლეტნენ თლიან ტანზე, მუდმივი წამება. აი ჩემი აზრით ხანდახან იტყვის სიკვდილი მერჩევნია მასო. კი. ხო? კი, ეგ მართალი ხარ შენა. მე ეს ვთქვი ფორმალური შედარებისთვის. თორემ კაცი რომ უნამუსოა და ცხოვრება ცხოვრობს, ის სიკვდილია იმისთვის. ცოცხალი მკვდარი. რა არის პატიოსნებაზე უფრო მეტი? იცი რა? პატიოსნებაზე უფრო მეტი არის სიკეთე, იმიტომ რომ სიკეთეში ძალიან ბევრი რაღაცა შედის. პატიოსნობაც, სიმართლეც, სამართალიც, დახმარება, გულითადი ისა პატიოსნობაც შედის მაგაში, ამიტომაც სიკეთებაში. აი რაც ახლა შენ ჩამოთვალე. მე წარმოვიდგინე იცი რა?
ძაფს ასმული მარგალიტები და ქალს რო კედია ლამას ქალს აქვს ეს მძივი ხო მართალია აი ეს მარგალიტებია სწორედ ურთიერთპატივისცემა სიყვარული და ყველა ერთად შეაერთებს მაგ სიკეთეს ხო აი მძივია და ლამაზია თვალს ვერ წყვეტ მაგრამ ძებს ქვია ეს სახელები რაც ახლა შენ თქვი ყველა ერთმანეთს განაპირობებს წავედით წი წავედით მესა ხო აჰა ისეთი რამ შემხვდა რასაც ჩემ ცხოვრებას ვწირავ აბა გამოიცანი აი უცბად დაგანახებ სიყვარული ო აი მე ამოვიდა დიდები ყოველთვის მართლები არიან შენ როგორ ფიქრობ იცი რა მაგ დიდებზე რა თქმა უნდა არა რა თქმა უნდა არა ეს კანონია არავინ არ არის სულ მართალი არც ბავშვი არც დიდი ну ხა რა თქმა უნდა ღმერთი თუ მორწმუნე ხარ მაგრამ თუ დედამიწაზე თუ შევხედავთ ნებისმიერ ცოცხალ ამას არც ერთი არ არსებობს მართალი ადამიანი სულ მართალი ხო არ არსებობს ოც დიდებიც ვერ იქნებიან ჩემი ასით ხო დიდები ახლა მე ჩემი შესწავლით დიდები ხშირად არიან მართლები პატარების მიმართ ხო არა და ყოველთვის მართლები უნდა იყვნენ თუ აღზრდა უნდათ შობლებს ბავშვებისა ბავშვების მიმართ უნდა იყვნენ მართალნი რო ეტყვის მამა შვილს რომ არ გაბედო სიგარეტის მოწებაო თვითონ არ უნდა ეწეოდეს ხო როგორ გაბედე დღეს გაკვეთლებიდან გაპარო თვითონ ხო გაიპარა რაღაცა დროს ესე იგი მართლია ის ვინც მეორეს გაუგებს ხო თუ დრამეს დაავალებ პატარაზე დიდიც იმქმედებს იმიტომ რომ არ შეგილია ადამიანს თუ შეუსწორო რამე თუ შენ თავს იგივე შეცდომებს მე ვერ იტყვით თქვენ წყალს ნუსვავ მე ხა ამ წელს დავლი თქვენ არ იტყვით მე ხო რა თუ თქვენს მაგ-იმას არ იცავთ რა შეიძლება ეხა იცავთ მაგრამ როცა დრო იყო როცა ჩემ ხელა იყავით ხო და ხო მართალი ხართ სიგარეტს უნდა ეწევით თუ თავს არ უნდა ეწევოდეს მართალი ხართ შეიძლება ამტკიცო ჩემი და მჯეროდეს რომ მართალს ვამბობ მაგრამ სინამდვილეში შეცდომაა ხო რამდენია ხშირად არქიტექტურული ნაგებობი ან ხიდი დაანგრეულა ცუდი გაანგარიშების გამო მაგრამ ხიდის ავტორი ამტკიცებდა რომ მე მართალი ვარ ასე უნდა ხიდიო და დაინგრა შეცდომა ჰქონია სადღაცას ხო ამიტომ როცა გეტყვიან რომ იქნება შევამოწმოთო ხო შენი სიმართლე არ უნდა გეწყინოს რომ შევამოწმოთ რომ დავრწმუნდეთ ამაში მე და შენ და ვიყოთ მართლები მე მგონი იცი რა არის კიდევ გულწრფელობა და სიმართლე თუ მე მჯერა რომ ეს კარგია მჯერა მე იმიტომ კი არა რომ შენ მინდა მოგატყუო არა მჯერა რომ ეს ასია კარგია მაგრამ შენ კიდევ მეორე იცი ამ საგანზე დიცი რომ ასე არაა კაცო სულ მაგრამ მე ჩემსაც გიმტკიცებ არა ხო და შენი სიმართლე ვერ გავიგე ხო ანუ არასოდეს არ უნდა იყოს ზედმეტად თავდაჯერებული ანუ თავდაჯერებულს უნდა იყო მაგრამ არასოდეს ზედმეტი ყველაფერი ცუდია რა ხო აი სიყვარული კაი სიტყვა რა კაი ვინ გიყვარს შენ იცი რა არასოდეს არ მქონია რომანტიკული სიყვარული რა მაგრამ თუ აქ ვლაპარაკობთ მეგობრულს ოჯახურს საერთო სიყვარულს თან ბევრი რაღაცა მიყვარს ცოცხალიც და არა ცოცხალიც
მაგრამ ერთი რაღაცა არის. სულ ხშირად ხალხი უყურებს სიყვარულს, როგორც ძალიან პოზიტიურ ემოციად, ან გრძნობად, ან რასაც ვთვლიან რა. მაგრამ ეს არის. სიყვარული შეიცავს ბრალსაც, კმაყოფილებასაც, წენასაც და ძიმედროების გასვლასაც. ხო, ანუ სულ არ არის კარგი, ანუ შეიძლება კარგი არა, როგორ არაა კარგი უბრალოდ. სიყვარულს შეიძლება იგრძნო ბრაზი, შეიძლება იგრძნო ცუდით, ყველაფრის გრძნობა შეგიძლია, ამიტომ ძალიან ისეთი ისაა. ჩემი მეგობრები ყველა მეგობრულად მიყვარს, ოჯახიდან ყველა მიყვარს და არავინ ჯერჯერობით სკოლაში არიან თანაკლასელები თუ ისეთები, რომლებიც გიყვარან, მაგრამ აი ეს მეტად გიყვარს. ესაც, მაგრამ ცოტა ნაკლებად გიყვარს. ესაც, მაგრამ ცოტა ესაც გიყვარს რა. რა თქმა უნდა ეგრე არის, იმიტომ რომ ჩემ სკოლიდან, კლასიდან, უფრო ჩემ კლასიდან თითქმის ყველას ვემეგობრები რა, მაგრამ ყველას ხო ისე არ ვემეგობრები, როგორც სხვებს. შეიძლება ზოგს ისე დავემეგობრო, აი როგორც აი ჩაუბრალოდ, აი ავტობუსში დამიჯდეს გვერდზე ვიღაცა თანატოლი ბიჭი, რაღაცაზე დაველაპარაკო, მაგრამ მას მხოლოდ ავტობუსში ველაპარაკები და მაინც ეგრე ბევრსაც არა. ეგ რა თქმა უნდა უფრო ნაკლებად მეყვარება, ვიდრე ის მეგობარი, რომელსაც ყოველდღე ველაპარაკები, ყოველდღე მასთან მეცინება, მასთან კარგი დროს ვატარებ და რომელიც მართლა გულით მსურს რომ ნახო. მოდი შენი ეგ ლაპარაკი. რა ვიცი, დამთანხმდები ეგ შეიძლება გავაფართოვოთ. მე მაგალითად უკვე ამ ასაკში მიყვარს ყველა და ისიც, ვისაც არ ვიცნობ. ხო, ეგრეთ შეიძლება. არ შემხვედრია, აი შენც არ შემხვედი, პირველად გნახე ხომ დღეს? და მე რომ მითხრეს, რომ ვიღაცა ბიჭი დაგელაპარაკებაო, მე ჯერ კი ვთქვი, რომ იქნება ბავშვი მეთქი არ დამელაპარაკოს, იმიტომ რომ ვერ შედგეს შეიძლება ლაპარაკი, ხო? ჩემი ენა სხვა არის, ბავშვის ენა სხვა არის, აბა მე 95-ისა ვარ, შენ რამდენი სახარ? 12. გამოვაკეთე, რამდენი წლით მეტი ვარ, ხედავ? ხო და ამიტომ შეიძლება ჩვენი ლაპარაკი სხვადასხვა იყოს. ხო? ახლა უყურე. ჩემმა ლაპარაკმა და ჩემმა გამოცდილებამ მითხრა, უნდა გიყვარდეს ყველა. ისინიც კი, ვინც შენი მტრები არიან, ან გგონია რომ მტრები არიან. არავინ არის შენი მეგობარი, არავინ არის შენი მტერი. ყველა შენი შეგიძლია დაამთავრო ეს. ბოლო სიტყვა. ყველა შენი მეგობარია. ყველა შენი მასწავლებელია. ხო. ყველა. ქვაც შენი მასწავლებელია. ყველასგან სწავლობ. ფეხს რო წამოკრავ. იცი რა, მე ესეთი ბევრი ისეთი რაღაცა მსმენია. აი, მაგალითად, ჩვენ არავის არ გვყავს მტრები. მტრები არ არსებობენ. ეს უბრალოდ ჩვენი თავის აზრი არის. აი, მასწავლებელია მეთქო, გითხარი. არავინ არის შენი მტერი, ყველა შენი მასწავლებელია. ხო, ეგრე რა, იმიტომ რომ შეიძლება მაგით შემეწინააღმდეგო რა. ანუ, ეხა მე ვიძახი რომ არავინ არაა მტერი, იმიტომ რომ არავისი არის მარტო ცუდი. ყველაში არის რაღაცა კარგი. ეხა შეიძლება აი მე შენ საერთოდ არ მომწონდე რა. და ხო, ვიძახი რომ არა, არ მომეწონა ეს კაცი, მაგრამ შეიძლება რაღაცა გამომჩა, რაც აი შეიძლება ეგ რაღაცა მოსვენა და შენზე მთლიანი ჩემი პერსპექტივა შეძე რომ შეცვლილიყო რა. მე შეიძლება ვიღაცამ ან თქვენ ან ნებისმიერმა შემედაოს, რომ იქნებოდა აი მარტო ცუდი აქვს და აი არაფერი არ მოგწონს მასში და აი მარტო ცუდი არის და სხვა არაფერი. იცი რა, მე ვთვლი, რომ მარტო ცუდი არ არსებობს. ადამიანი, ან საერთოდ ცოცხალი არსება, რაც არსებობს, არაფერი ჩემთვის არ არსებობს. ბოლომდე ბოროტი, ბოლომდე ცუდი. ხო. ამიტომ თქვა ქრისტემ. გიყვარდეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარდეთ თქვენო. მაგრამ მე უკვე ამ ცხოვრებაში მე შენში უნდა დავინახო
განამარტო ასეთი ლამაზი ბიჭი რა ნიკოლოზი უნდა დავინახო ღმერთი ხო დერჩმ ზუსტად მაგას მეუბნება რა ანუ არა აუცილებელი ღმერთი რო დაინახო აუცილებლად საში რა სურს ჩვენია დედა შენი მეუბნება რომ ყველა სიკეთეში რაცაა მანდ არის სულ ღმერთი აი მაგალითად თქვენ მეტყვით რომ აი რავი აქ რდევს ჭიქა და შეიძლება მომოწოდო და აი მე ხა მოგაწოდეთ ამ კარტი ან რამე აი ეგეთ პატარა სიკეთეშიც არის ღმერთიო რა ბალახებშიაც კი არის კენჭებშიაც არის ჩემი მასწავლებელი კიდე მეუბნება რომ ყველაშიც არის ღმერთი ჩემშიც შენშიც და ყველაში ბოლომდე მივდივართ მომთავრებთ აბა იღე შენ კარგი წაიკითხე შენი ბატონო მეგობრის დაკარგვა შენ ახლა ალბათ ნაკლებად გაგეცდია ეგ მეგობრობის დაკარგვა შეგულისხმება რომ ან გაგეცალა მეგობარი მიგატოვა ხო გაკყიდა გიღალატა ან და წავიდა ცხოვრებიდან სვარგო შეიძლება მეგობარი დავკარგოთ არა ან გავაბოროტე ვაწყენინე ვერ დაინახა ჩემში ნდობა ან თვითონ არ გამომიცხადა ნდობა და სხვამგარად და დავკარგეთ ერთმანეთი ხო ან და არ დავკარგეთ მაგრამ წავიდა ცხოვრებიდან ხო ანუ არ უნდა იგულისხოს პირდაპირ მიშობით რომ დაკარგია ნუ აი წავიდა ან რამე შეიძლება იგულისხოს რომ აი რავი მეგობრობენ კარგად მაგრამ აი ეს ნელ-ნელა რაც დრო გადის უფრო ნაკლებად ელაპარაკებით უფრო ნაკლებად ესალმებით უფრო ნაკლებად ვაპარაკობთ ერთად და ნელ-ნელა უფრო მეტად შორდებით ერთმანეთს შეიძლება გვერდ ისდეთ მაგრამ მაინც დაკარგული მეგობარი რო იყოს რა აი შიგნიდან დაკარგული მე ერთი მეგობარი დამრჩა აი ასეთი ზღა შეთქვი ნუ ნაკლებად ესალმებიან იშვიათად დადიან აი ტელეფონით თუ დაუძახებთ ერთმანეთს ვიდრე ის ჩამოიდეს შემთხვევით დანარჩენი წავიდნენ ჩემი მეგობრები წავიდნენ სულ მეგობარი ამ ქვეყანაში აღარ ამყავს ნუ ერთია კიდევ მაგრამ აი ის ვინც ნამდვილია და ჩემი ყრმობის მეგობარი ის მარტო თუ ასეთ მეგობარს იპოვი 2-3-4-ს აი ხედის გულზე უნდა დაისვა უნდა ეფერო უნდა გიამაყებოდეს რომ თქვენ მეგობრები ხართ გამიგე აი ესე უყურებ მეგობრობას ერთ მეგობარს მე მგონია ვაწყენინე და წავიდა მე ცხოვრებიდან აბდექიტეს იქ ცაში მივწერე წერილი მაპატიე მეთქი მე კაცო იმიტომ რომ შევწუხდი თუ მეგობრობა არ მინდა დაიკარგოს სულ ერთი აქ ახარ თუ იქ ახარ მოყვებოდით ამას ავაკეთეთ ესე ჩვენ როგორც მოყვებოდით აქ რაღაცა დაგვირდნენ ძალიან დიდი ამბავია ვარა აი ეს მე მგონი მოკო ჩამოვაყალიბე ეს აზრი რა არის უფრო მნიშვნელოვანი სიმართლე თუ სიკეთე მე მგონი ამაზე უკვე ჩვენი აზრი ჩამოვაყალიბეთ როგორც მძივი იმიტომ რომ შევიდით არის სიკეთე უფრო მნიშვნელოვანი იმიტომ რომ სიმართლეს თუ ვიტყვი ეგეც სიკეთეს ნაწილია ხა შენ თუ მეტყვი რომ აი ჭირდება ხა ამის ცოდნა რას ხა მე რო გითხრა შენ რა რომ აი გთხოვ სიმართლე მითხარი აი ეს თითი უფრო მეტად მიხდება თუ ეს თითი მაგრამ სიმართლეს მეტყვი ხა მაინც ხა თითი რა მაგრამ სიკეთე არის თუ მართლა მეტყვი სიმართლეს აი ნუ ხა თითი მაინც ხა დიდს არ გაწყვეტს მაგრამ სიმართლეც შედის სიკეთეში სიმართლე შედის სიკეთეში აი სამ ადამიანი რომელიც სულ სიმართლეს იძახის თვლიან კეთილად მაგრამ კეთილ ადამიანი რომელიც არ სულ ის არ იძახის სიმართლეს არ თვლიან
მაშინ კეთილად იტყვიან, რომ თუ არ იძახის სიმართლეს, რაღა კეთილი ადამიანი გამოდისო. აბა სონერა ჯერთი კითხვა რა სწორი იცი? რა არის უფრო მნიშვნელოვანი? სიყვარული თუ სიკეთე? სიმართლე. არა, სიმართლე თუ სიკეთე. ორივე მნიშვნელოვანი და ვერ აარჩევ, რომელი უფრო მთავარია. გააჩნია რომელი სად. ხო, ზუსტად. აი ექიმი მძიმევად მყოფს. მართალს არ ეტყვის, რომ შენ ორი კვირის სიცოცხლე დაგრჩაო. არ ეტყვის. ნამდვილი ექიმი არ ეტყვის. არა, ბოროტი ექიმი ეტყვის, შენ ორი დღის სიცოცხლე გაქვს და ეგ არის დამანებე თავი. ორი დღესაც ვერ იცხოვრებს, იმ ღამეს მოკვდება. ამიტომ დაუმალავს სიმართლეს. დეტყვის შენ შეეცადე და შენ კიდევ იქნები კარგად. კიდევ იქნები. ხო? იმედს ჩაუდებს. იმედი არ არის სიმართლე. ის ორ კვირაში უნდა წავიდეს ცხოვრებიდან. მაგრამ იმედია სხვა სიმართლე. იმედით აი ეს თვითონ თავის ორგანიზმში წამალს გამოიმუშავებს. მართლა სიმართლეა. იმიტომ რომ ადამიანი მართლა ბიოლოგიურადაც თქვენს ალბათ ახლა გეცნობათ არის დამტკიცებული რომ ახლა დეპრესიაში ხალხი რაღაცნაირ იმას უშვებს გულთან და მერე გულით რაღაცით წვალობს და უფრო საფრთხეს გიქმნის. ხო და იმედი თუ გაძლევა პირიქითაა რომ უფრო მეტად ამუშავებს შენ იმას ახლა კი შეიძლება ხო ყოლებოდი და აი საერთოდ აღარ მიმუშავდეს და ესე აგუნებდეს ზუსტად, მაგრამ მაინც უფრო დიდ ძალას აძლევს, ვიდრე ცუდი მაშინ რო იყო. რაც ადამიანს შველის ცხოვრებისათვის, წარმატებისათვის ყველაფერი კარგია. რაც ადამიანს ხელს უშლის ცხოვრებაში, ყველაფერი ცუდია. ხო, სიზნელები უნდა გქონდეს ჩვენ. კარგია სიზნელები, მაგრამ სიზნელები ხელს კი არ გვიშლის. აი სიზნელები, აი კიბის საფეხურები, რო ავიდე იმ საფეხურზე, ძალა უნდა დავკარგო, ხომ? იმასაც რა ვერა ძალა უნდა დავკარგო, ხომ? ვიდრე ავალ მეორე სართულზე რაღაცა ცოტა ძალები მომაკადება, ხომ? მაგრამ თუ არ ავალ მეორე სართულზე, მაშინ პირველზე ვიდგები. ხო. ამრიგად მე უნდა ეს ძალები დავკარგო, რო იქ ავიდე. არა? ასე რომ სიზნელები ჩვენ გვჭირდება. სიზნელები იქაც როცა ვერ ვიგებთ რაღაცას, ვიგებთ, ან უნდა ავწიო და ვერ ვეწევით რაღაცას. ხო, ეგ ძალიან ბევრი მსმენია ზუსტად ეგეთი, რომ აი თუ გინდა უკეთესი, ცუდი უნდა გაიარო. თუ გინდა ცუდი, აი მაგალითად ცუდ ვარ რა და წესიერად ვერ დავდივარ. თუ მინდა რომ წავიდე საავადმყოფოში, უნდა ვიწვალო. მაგრამ თუ წავალ საავადმყოფოში, მაინც უკეთესად ვიქნები. შეიძლება გადავრჩე კიდევაც. თუ არ წავალ, ეგ ბევრად უკეთესი იქნება, იმიტომ რომ რატო უნდა გავიწვალო ჩემი თავი, შემიძლია ვიწვე და მაგრამ მაინც მე უარესით დასრულდება. ხო და კარგი ექიმთან მიხვიდე კიდევ. ხო. ექიმბაში დაგვდევს შეიძლება და უარესი იყოს. ხო. კარგი. აი მე რა მაქვს. რით განსხვავდებიან დიდები ბავშვებისგან? აბა შენი აზრით. იცი რა. მე ხარ თქმა უნდა არ მეცოდინება. ჯერ არ ვარ მე დიდი, მაგრამ მეუნებიან, არ მახსოვს კარგად ვინ მითხრა, მაგრამ მითხრეს რომ ყველა დიჩიც არის ბავშვიო. ყველაში არის ბავშვი. და ყველა ბავშვიც არის უკვე დიდი. ხო და იცი რა, მართლა განსხვავებით თუ ლაპარაკობთ, აი ეხლა ნუ მაინც ლოგიკვარს წავიდეთ, ძირითადად რო წავყვეთ, დიდი უფრო სერიოზულია, მაგრამ ვერ იტყვი ეგრე, იმიტომ რომ სულ შეიძლება შეეწინა და სერიოზული ბავშვიც მინახავს და არასერიოზული დიდი, რომელიც აი ის რაღაცეებს შვება. სიმართლეა ეგეც. ყველა იცი რა, ჩემი აზრით ასაკი არ აჩვენებს რანაირი ადამიანი ხარ. ამიტომაც არაფრით ყველა რაღაცისგან განსხვავდება. დიდი დიდის პატარისგან განსხვავდება, დიდი დიდისგან, პატარა პატარისგან. მაინც თვლი რომ მაინც დიდი რამით არ გასხვავდება. იმიტომ რომ
ასაკი უფრო კი აყალიბებს მაინც ხასიათს. მაგრამ მაინც ხასიათს ვერ გვიჩვენებს რა. მაგრამ დიჩი უფრო ჩამოაყალიბებ შენ რაღაცეებს რა. პატარა რო ხარ, ხა შეწინააღმდეგება შეიძლება, მაგრამ მაინც ხა რა აზრი ექნება, იმიტომ რომ დიც უფრო მეტი სანერვიულო ეძლევა. ეგრეა, ეგრე ვთვლი, მე თქმა უნდა, ჯერ მე არ ვარ, მაგრამ ხა დიც უფრო მეტი ის. ორაზრს გეტყვი და იფიქრე მე კიდევ. და. კარგი? ერთი აზრი რომელიც მინდა გაგაცნო შენ თქვა ძალიან დიდმა პედაგოგმა კორჩაკმა. და ისე მე სიტყვა, სახელი, კორჩაკი. და წაიკითხე მისი წიგნიც მეფე მათიუს პირველი. იმან თქვა არ არიან დიდები და პატარები. არიან ადამიანები სხვადასხვა ცოდნითა და გამოცდილებით. ეგ მე მსმენია. მოგწონს? არ არსებობს არ არსებობენ დიდები და პატარები. ყველა ადამიანია, ოღონდ სხვადასხვა ცოდნითა და გამოცდილებით. ბავშვს სხვა ცოდნა და გამოცდილება აქვს, დიდ სხვა. ეს არის კორჩაკისგან. მეორე აზრი, ეს არის უკვე ქრისტეს სიტყვები. ქრისტე ამბობს, თუ არ იქნებით, დიდებს ეუბნება, თუ არ იქნებით როგორც ეს ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველშიო. მაშინ იმან კიდევ ძალიან დიდი განსხვავება დაინახა დიდებსა და პატარებში. თუ არ იქნებით როგორც ეს ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველშიო. აი მე 95 წლისა ვარ, შენ 12-ისა. ხო? ქრისტიანობს ეს შევა და შენ ვერ შეხვალო. მე ვფიქრობ, რატო ვერ შევალ გასულ. რა აქვს ამას ისეთი, რის გამოც ვერ შევალ. ხო? იქნება მეც შევიძინო ეს. რა აქვს ბავშვებს ასეთი, შენ როგორ ფიქრობ? იცი რა. თავი რაღაცა, რაც აქვს უმეტეს ბავშვს არის მაინც ბავშვობის განცდა რა. აი ის განცდა, რომ არასოდეს არ უნდა იყოს ზედმეტი გასერიოზულებელი, აი რადგან ეხა დიდი ხანია, არ უნდა იყო ასეთი და ეს სერიოზულად ისე არ დაგელაპარაკო, არამედ უფრო ხალისიანად. აი როგორც ბავშვი ისე იყო და როგორც დიდი ისე იყო. მაშ ერთი ეს მივიღოთ, რომ არიან ადამიანები სხვადასხვა გამოცდილებითა და ცოდნით. 5 წელსაც ეს გამოცდილება აქვს, 35 წელსაც ის გამოცდილება. ორივე ადამიანია. თუ ბავშვი დავარქვით, იმიტომ რომ პატარაა. მაგრამ ამ ბავშვი ისეთი რამ არის, რასაც მე დიდი კარგავს. და ამიტომ ვერ შევა ცათა სასუფეველში. მაგრამ თუ შეინარჩუნებს, შევა. რა უნდა შეინარჩუნოს ბავშვისაგან? აი შენგან, შენ თვითონ რა უნდა შეინარჩუნოს შენში? ეს არის გულწრფელობა. ალალი ხარ. ბავშვი ტირილშიაც ალალია. ნაყინი უნდა ალალია. ხომ გასერნება უნდა ალალია. დედას ეხება ალალია. მამას ელოდება ალალია. ტირის რა უნდა დავალება შეუსრულო ალალია. ბავშვი ყოველთვის მართალია. არ აქვს გულში ჩარჩენილი ერთი და გატყუებს შენ მეორეს. ასეთი უფალს სჭირდება. ცა მასწავლებლობის გამსვენია ეგრე რა, რომ აი რაც უფრო ბავშვი ხარ, მით უფრო ისეთი ხარ რა, ანუ სუფთა ხარ. მით უფრო სუფთა ხარ, ზუსტად, ანუ რაც უფრო იზრდები, ანუ მით უფრო მეტად გიცვლება ხასიათი და მით შეიძლება უფრო მეტად რა უფრო დიდახტე და არა ეს. რას წაიღებდით უკაცრიელ კუნძულზე? რას წავიღებდი უკაცრიელ კუნძულზე? შენ რას წაიღებდი? იცი რა, თუ მქონდა შანსი? კაც. ანუ კაც რა, ადამიანს უკაცრიელი კუნძული თუ არის? თუ შემეძლება რა თქმა უნდა. თუ ეგრე თუ იგულისხმება, მაგრამ თუ იგულისხმება, რომ მე უნდა ვიყო ეგერთი ადამიანი და სხვა თუ არა, ძალიან ბევრ საშუალებას აი რომელიც მომცემს მაინც დაკავშირებას ხალხთან, იმიტომ რომ
ყველაზე ფსიქოლოგიურად დამტკიცებული არის, რომ ყველაზე ცუდი არის ეს მარტო ყოფნა და რაღაცა, რა ძალიან მოქმედებს ჩვენ ფსიქოლოგიაზე და იმაზე და მე მგონი არ ვიცი ეს ფაქტია თუ არა შეიძლება შემეშალოს და მის ინფორმაცია ვთქვა, მაგრამ როგორც ვთქვია შეიძლება მაგიდან შიზოფრენიაც დაიწყოს. ამიტომაც წავიღებდი ბევრ საშუალებას, რომელიც დამაკავშირებდა ადამიანებთან, აი ტელეფონს ან კომპიუტერს, რომელზეც შეგვიძლია ხალხს რომ ვეკონტაქტო. მე მაგას ვფიქრობდი. ერთადერთ რასაც წავიღებდი კომპიუტერს, ოღონდ ინტერნეტის ჩართვით. ინტერნეტის ჩართვით, რა თქმა უნდა, თორე ხა მაგის გარშე რა აზრი ექნება. ხო, მეც მაგას რომ დარჩენილი ყველასთან ამაა. დამჩეს. თუმცა არ გვინდა უდობნაში წასვლა და არც მარტოობა. ხო. მომართალი. მაინც არ წავიდოდი. კაი ბიჭი ხარ, ნიკოლას. მოდი მივაჭახოთ კიდევ. შენ სკოლას გაუმარჯო, შენ სწავლას გაუმარჯო, შენს ოჯახს, მშობლებს. თქვენც და ასევე და ყველას ვინც გიყვარდა რაზეც ოცნებ. ჩემი შთაბეჭდილება პირველ რიგში ამ ბავშვზე არის, ნიკოლოსზე, რომელიც ძალიან განათლებული მომეჩვენა მე, ნაკითხი მომეჩვენა და გულწრფელი. არ ვიტყვი როგორ სწავლობს და სვამგერეს უკვე ჩემთვის მაგას ფასი არა აქვს, კარგად სწავლობს და ცუდად, მაგრამ ბავშვი ძალიან კარგი. კარგი შთაბეჭდილება დამშა ბატონ შალვაზე და ჩემი აზრით იყო ძალიან ჭკვიანი და განათლებული ადამიანი. არც არის ბოლომდე ამპარტავანი და არც ბოლომდე არა თავდაჯერებული. აი ძალიან ჩვეულებრივი წყნარი ადამიანი, რომელსაც ძალიან განსხვავებული აზრები აქვს. რომელსაც მე ვითანხმები რა. და ამ გაზეთ ვიდეო რომ ახალგაზრდობა ჩვენ გვეზრდება ალბათ შესანიშნავად.